2003 წლიდან 2012 წლამდე პერიოდში საქართველოში ისევე როგორც მოსახლეობისთვის, ბიზნესისთვისაც ძალიან მძიმე პერიოდი აღმოჩნდა. ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში ასობით ბიზნესმენი აღმოჩნდა ხელისუფლების ზეწოლისა და ტერორის მსხვერპლი. ბიზნესის განვითარება მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო შესაძლებელი, თუ ბიზნესმენი პოლიტიკური ელიტის ინტერესებს მოერგებოდა. ვინც წინააღმდეგ წავიდოდა, მას სისხლის სამართლის საქმე, რეკეტი, ფულის ან საკუთრების ჩამორთმევა ხდებოდა წილად. საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების არაერთ ანგარიშში არის აღწერილი ის მძიმე რეალობა, როცა ბიზნესი ძალადობრივი ხერხებით შეეწირა რეჟიმის მოთხოვნებს. ბიზნესის ტერორი მხოლოდ ფულის გადანაწილებით არ შემოიფარგლებოდა. ადგილი ჰქონდა საკუთრების გამოძალვას, ანგარიშების გაყინვას, ინვესტიციების ჩახშობასა და შიშს თუ ფიზიკურ ანგარიშსწორებას. 2012 წლის შემდეგ ბევრი ბიზნესმენი საჯაროდ ლაპარაკდა იმ ზეწოლაზე, რომელიც მათ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში გამოიარეს. თქვენ სად ცხოვრობთ? რომელ ქვეყანაში ცხოვრობთ აქამდე? 12 წლის წინ სად იყავით? გახსოვთ რამე საერთოდ? გახსოვთ? არ გახსოვთ. აი სკოლაში იყავი, შენ შემოგევლე. მოდი ჩემთან მე მოგიყვევი რა ხდებოდა. მირეკავს კეზერაშვილი. შენი სახლი გვინდაო. ელიავას ბაზრობასთან იქ მე ტელეფონზე ვლაპარაკობდი, თან მივდიოდი და ბლოკირება გავუკეთე წინა მორი შინდისფერო მანქანა. გამოხდა დაახლოებით 8 ადამიანის სპეცნაზის ფორმით და მასკებით. გადმოვედი თუ არა ხელად წეული კალაშნიკოვის კონდახი ეგრევე სახეში მოხვდა. ან წილებს დათმობთ, ან საგადასახადო შემოწმება შემოვა და ციხეში ამყოფთ თავს. ეს იყო ნაციონალური მოძრაობის მთავარი დევიზი. 2012 წლის შემდეგ ქართული ოცნების ხელისუფლებამ დაიწყო მათი საქმეების გამოძიება. რეჟიმის შიშმა და რეპრესიებმა ათასობით ადამიანის ცხოვრებაში სამუდამოდ აღი დატოვა. ამ ტერორის შედეგებს კი ქვეყანა დღესაც გრძნობს. ბესოხარძიანის საქმე ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული მაგალითია იმ დროინდელი ტერორისა, რომელიც მაშინდელი მმართველობის პერიოდისთვის მიუღებელი ბიზნესმენების წინააღმდეგ ხორციელდებოდა. ბიზნესმენი ბესოხარძიანი დააკავეს გამოგონილი ბრალდებით. თითქოს იგი ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკების უკანონო შეძენა შენახვაში იყო მხილებული. სპეცრაზმი გვიან ღამით, მუქარითა და ძალადობით შეიჭრა ხარძიანების სახლში. ზუსტად ასე იქცეოდა მაშინდელი რეჟიმი. მას პირდაპირ მოსთხოვეს ქონების დათმობა. განსხვავებით სხვა შემთხვევებისა, ბესოხარძიანმა ხმა აიმაღლა ციხიდანვე. მისი საქმე საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების ცენტრშიც მოექცა. ხოლო 2012 წლის შემდეგ მან საჯაროდ ილაპარაკა იმ პოლიტიკური ზეწოლებისა და უკანონობის შესახებ, რაც სააკაშვილის მმართველობის დროს გადაიტანა. მომთხოვეს რომ გადამეხადა $5 მილიონი, $35000 ღირებული გარაჟი ვიყიდე $1,500,000. უდესიანთან ერთად არაბებისთვის უნდა მიეყიდეთ კუსტმა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია 40 მილიონად. აი ამიტომ დამიჭირეს, რომ 40 მილიონად რომ უნდა გაეყიდეთ, მე ხო არ მომცემდნენ ამას, გადაწყვეტეს ჩემი გაუბედურება. თუმცა იქიდან ზეწოლის შედეგად, სადაც 20-მდე მოწმე და მათ შორის ის მოწმეები, ვინც ყოველ დღე ფიზიკურად, რა ვიცი, მაწამებდნენ, აღარ ქვია იმას, უბრალოდ მეწოდებიან და თვითონ აქვთ აღიარებები უკვე დაწერილი. მოწმეებს. დიახ, მოწმეებს, ოფიცრებს, ბადრაგებს და ასე შემდეგ. დიახ. მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს როცა გადავაფორმე, ჩემი უფროსო და ჩემი ოჯახის წევრებმა გადაუფორმეს კუსტის აქციები. მიუხედავად ამისა არ გამომიშვეს. ბესოხარძიანის საქმე გახდა მაშინდელი რეჟიმის ტერორის ერთ-ერთი სიმბოლო. მისი საქმე 2012 წლის შემდეგ ხელახლა შეფასდა როგორც პოლიტიკურად მოტივირებული დევნა. თავად ხარძიანი ციხიდან გამოსვლის შემდეგაც არ გაჩვენდა. ის საჯაროდ ყვებოდა, როგორ მუშაობდა მაშინდელი სისტემა. დღეს ბესოხარძიანის საქმე რჩება სიმბოლოდ იმ დროინდელი რეჟიმისა, სადაც განსხვავებული აზრი დანაშაულად ითვლებოდა და ხელისუფლება ამისთვის სამაგალითოდ სჯიდა ადამიანებს. 2025 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტმა შექმნა დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის 2003-12 წლებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების სისტემურ დანაშაულებს. კომისიის საქმიანობა მნიშვნელოვანია ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მსხვერპლთათვის, რათა საბოლოოდ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და დამნაშავეები დაისაჯონ. კომისიამ დაიწყო საქმეების გამოკვლევა. აღსანიშნავია, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ ის თანამშრომლობას კომისიასთან არ აპირებს, რაც რა თქმა უნდა
კიდევ ერთხელ ცხადყოფს მათი რეჟიმის მავნებლობასა და სისასტიკეზე. კომისიის ხდომაზე განიხილეს ბიზნესმენ ბესო ხარძიანის საქმეც, სადაც ბიზნესმენის ვაჟი დეტალურად ყვებოდა მამის წინააღმდეგ გამუშავებული რეპრესიული მანქანის სისასტიკეზე. მამაჩემს აჩერებენ ვარაზის ხევში, აი იქ სადაც ესტაკადა მთავრდება, დაახლოებით იმ ადგილას აჩერებენ. სოდის და კუდის თანამშრომლები მაშინ იმ წლებში არ იყო 2011 წელია ამდენი ვიდეო თვალი და ის ამ ქალაქში არ იყო და მოწმეც არ არსებობს 10 მოწმე, რომელიც 10-ვე არის თანამშრომელი. მათ შორის ერთზე უნდა თქვა დაზუსტებით ალბათ ვერ გეტყვით, მაგრამ ალბათ შემდეგ მოგაწვით. ერთ-ერთი არის მესხი ესეთი, რომელიც მამაჩემს პირში წარმოსაყრიდა. ჰქონდა ინფორმაცია, რომ ამ პატიმრებისგან, რომ თუ არ გადააფორმებ ბესო ამ წილებს, კუსტვის წილებს, პირდაპირ უთხრა უკვე აღარ უნდა მინიშნებები აღარ იყო. თუ არ გადააფორმებ ბესო ამ წილებს, დაგვემუქნენ გაუპატიურებით. გამოიკითხა ადვოკატიც, რომელიც რეჟიმმა ხარძიანს ციხეში ტერორის გასაფორმებლად შეუგზავნა. დამიკავშირდა ჩემი კოლეგა სამოქალაქო სამართალში ალექსანდრე ფირცხალაიშვილი. ამ დღეს გავიცანი, იქ იყო ბატონი გიორგი უდესიანი. მითხრეს, რომ მეწილე ამ კომპანიის ბატონი ბესო ხარძიანი იყო საპატიმროში და მას სურდა მინდობილობის გასხვისება და ამასთან დაკავშირებით მინდობილობის გაცემა. გაუხარდა მას ადვოკატის დანახვა. რა რეაქცია ჰქონდა? ახლა მასე ვერ შევაფასებ გაუხარდა თუ არა, მაგრამ დამიდასტურა, მინდაო, მთხოვა რომ ეს სწრაფად განხორციელებულიყო. იმას ვერ იტყვით სისხლის სამართლის ადვოკატი, რომ თქვენ არ იცოდით ნაციონალური მოძრაობის დროს ციხეში რა ხდებოდა. მიდიხართ ასეთი ხელისუფლების პირობებში სისხლის სამართლის ადვოკატი ციხეში, ხვდებით პატიმარს და ესაუბრებით ისეთი წილის გადაცემაზე, რომელიც რამდენიმე მილიონი ლარი ღირს. ეჭვი მაინც არ შეგეპარათ, რომ რაღაცა სიბინძურესთან გქონდათ საქმე? კალკუნთია, მე იმ ხარისხით რომ შემბაროდა ეჭვი, ასე ვთქვათ, აუცილებლად თუ არს ვიტყოდი. დამირეკა ბატონმა გიორგი უდესიანმა, ეს მახსოვს და მითხრა რომ რაღაც აი მინდობილობასთან დაკავშირებით შეიძლება ვინ უნდა ყოფილიყო ეს პირი სასწრაფოდ იყო ბატონ ბესოსთან რაღაცაზე დასალაპარაკებელი. მე უთხარი ვკითხე რომ უქმე დღე რო არის, თქვათ ეს როგორ იქნება. მან მითხრა ბატონმა გიორგიმ რომ ამის პრობლემა არ იქნება. გასაუბრება მოხდა საქმის ერთ-ერთ მონაწილესთან, რომელიც დღეს საპატიმროში სასჯელ სიხდის და ის ხარძიანის წამებასა და ტერორში მონაწილე გიორგი უდესიანის ოჯახის წევრია. რას აკეთებდით იმ შეხვედრაზე, სადაც კუსტვის წილების საკითხი განიხილებოდა და ასეთი შეხვედრა იყო არაერთი, სადაც თქვენ იყავით და ამბობთ, რომ ჩართულობა არ მქონიაო. ზეწოლის და არაადამიანური მოპყრობის შედეგად დაუთმო თავისი წილები გიორგი უდესიანს. როგორ ფიქრობთ? ვერ გეტყვით. მათ ისეთი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთში. რა ვიცი, ოჯახური, მეგობრული, რომ მე მაგას ვერ დავუშვებ. კომისიის ხდომაზე მოსმენილი ამბები მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის კიდევ ერთხელ გახდა ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ მუშაობდა მაშინდელი რეჟიმის მანქანა მათ წინააღმდეგ, ვინც უსამართლობასა და უკანონობას არ უჩვენდებოდა. რამდენ საათს ატარებთ HR-ზე? 9 საათი ვართ ეზოში. ეზოში ხართ, ანუ HR-ზე ხართ 9 საათი. დღეში რამდენჯერ გაქვთ კვება? სამჯერადი. დღის განმავლობაში რამეს თუ კითხულობთ? ან გაზეთს, ან წიგნს? წიგნებს ვკითხულობდი. საიდან გაქვთ ეს წიგნები? ბიბლიოთეკიდან. ბიბლიოთეკაც გქონიათ. რაც საპატიმროში ხართ, თქვენთვის შეურაცხყოფა ვინმეს მოუყენებია? არა. შეუგინებია? დაურტყამს? არა. უცემი ხართ წიხლებით? არა. უწამები ხართ? არა. ხო. ბესარიონ ხარძიანმა ყველაფერი ეს განიცადა. და კითხვებს გაეცით პასუხი.
როდესაც ბატონი ალექსანდრე გეკითხებათ, თქვენ ადასტურებთ, რომ წილები გადაფორმდა მაშინ, როდესაც ადამიანი იყო ციხეში და არა იმ პირობებში, რომელშიც დღეს თქვენ იმყოფებით. ბესო ხარძიანზე ტერორი არა მხოლოდ ციხეში, ნაცმოძრაობის მმართველობის პერიოდში მიმდინარეობდა, არამედ გაგრძელდა მაშინაც, როცა უკვე ძალაუფლება დაკარგეს და ბოროტი მანქანა მსხვერპლებზე საბოლოო ნადირობას აცხადებდა. ყოფილი პოლიტპატიმარი 2015 წლის 28 მარტს თბილისში საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მოკლეს. გამოძიების მიხედვით მკვლელობა შეკვეთილი იყო და მასში მონაწილეობდა აზერბაიჯანის მოქალაქე ფარიდ გურბანოვი, რომელიც ყალბი პასპორტით ჩამოიყვანეს თანამზრახველთან ერთად საქართველოში. გურბანოვი და მისი თანამზრახველი მკვლელობის შემდეგ მალევე გაემგზავრნენ საქართველოდან. გურბანოვი 2015 წლის 28 აპრილიდან ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ მას 2018 წელს დაუსწრებლად მიუსაჯა უბადოდ თავისუფლების აღკვეთა. 2024 წლის ივლისში 9 წლიანი ძებნის შემდეგ გურბანოვი თურქეთში დააკავეს. საექსტრადაციო პროცედურების დასრულების შემდეგ 2024 წლის 12 სექტემბერს იგი საქართველოში ჩამოიყვანეს. ამჟამად გურბანოვი სასჯელს საქართველოში იხდის. ამჟამად გამოძიება გრძელდება, რათა დადგინდეს დანაშაულის შემკოთისა და სხვა შესაძლო მონაწილეების ვინაობა. ბესო ხარძიანის ოჯახმა ბიზნესმენის მკვლელობის შემდეგ კუსტების წილები ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში დაიბრუნა. წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია იკვლევს ხარძიანის ქონების წართმევის და წამების ფაქტს. ბიზნესმენის ოჯახი ელოდება გამოძიების გაგრძელებას და მკვლელობის დამკვეთის დასჯას. ამ კომისიამ, რომელიც ფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავისი შინაარსით, როგორც შეიქმნა, რა ფორმატითაც შეიქმნა, იმიტომ რომ განსაკუთრებით ის ოჯახები, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს დაზარალდნენ და ესეთი ხალხი სამწუხაროდ ძალიან ბევრი ამ ქვეყანაში. ამ ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს კომისია, ზუსტად ამ ფორმით და ამ შინაარსით, რაც ჩვენ ვიხილეთ. ხაზგასასმელია, რომ რაღაცნაირად ჩვენ ყველაფერი გვახსოვდა და ყველაფერი ვიცოდით და ამ ადამიანებმა არაფერი არ იცოდნენ თითქოს და არაფერი არ ახსოვდათ და ძალიან უხერხულ მდგომარეობაში იყვნენ. მნიშვნელოვანი იყო, რომ ბესო ხარძიანმა გახსნა ამ კომისიის სამუშაო და ეს შემთხვევით არ ყოფილა ეს, იმიტომ რომ ბესო ხარძიანი იყო ადამიანი, ბიზნესმენი, რომლის მიმართაც დაირღვა არაერთი რამ. თუ კი რაიმე არსებობს ადამიანის უფლებების მიმართულებით, ან კერძო საკუთრების მიმართულებით, ყველაფერი შეეხო ამ ადამიანს და საუბარი იყო წამებაზე, ადამიანურ მოპყრობაზე, ქონების იზოლებით ჩამორთმევაზე, პირში ნარკოტიკის ჩაყრაზე, ეგრეთ წოდებული ფუქსები, რა ვიცი, 40-იანის სამარტო საკნები და ასე შემდეგ და ბოლოს ესეც არ იკმარეს და ადამიანს ტყუები დაუშინეს და მოკლეს. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რომ ეს ყველაფერი დაემართა მას, მიუხედავად ამ ყველაფრისა ის ვფიქრობ, რომ ძალიან ვაჟკაცროა და ღირსეულად იბრძოდა ამ ყველაფრისთვის და ამიტომაც იქცა ალბათ ამ სიმბოლოდ. მე ყველა დაჩაგრულ იმ დროისთვის დაჩაგრულ ადამიანს ესე ვიტყოდი, უსურებ წარმატებებს ამ კომისიაზე, მათ ოჯახის წევრებს მოუწოდებ, რომ აუცილებლად ყველა გამოცხადდეს ამ კომისიაზე, თავს ძალა, ასე ვთქვათ, მათში ძალა იპოვონ, საკუთარ თავში ძალა იპოვონ და სამწუხაროდ მოუწევთ ამ ყველაფრის გახსენება და თავიანთ ოჯახის ინტერესები დაიცვან ბოლომდე და ასევე საზოგადოებას და წინა ხელისუფლებას ვანახოთ და ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ყველაფერი ძალიან კარგად გვახსოვს და არასდროს არ დაუშვებთ მათ ისევ ამ ქვეყანაში მობრუნებას. არათუ მობრუნებას, მათ უნდა ეკრძალოთ საჯარო განცხადებების გაკეთებას. რისთვისაც ცხადია, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა და მუშაობა უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს. კომისიის მუშაობა საბოლოოდ დაარქმევს სახელს რეჟიმს და სამართლებრივ ჩარჩოში მოაქცევს ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდს, როცა პოლიტიკური მიუღებლობა ხშირად ბიზნესმენებსაც და უბრალო ადამიანებსაც სიცოცხლის ფასად უჯდებოდათ.